კაცი რომელსაც ლიტერატურა უყვარდა ამას სკოლაში თქვენ სკოლაშიც ჩვენს ხომდერ შედის პროგრამაში. ხო, პროგრამაში შედის. ის საინტერესოა ალბათ რომ დააკვირდეთ ეს ბავშვები სხვადასხვა პერიოდში ხო, როგორ აღიქვამ, როგორ იცვლება დამოკიდებულება ამ ტექსტის მიმართ. უკვე რომ დავამთავრე სკოლა, მე მომცეს რაღაცეები, მომცა თვითონ და დაიჩემა, რომ წამეკითხა. სამოსელი სადღაც 20 წლის ასაკში წავიკითხე, იმიტომ რომ მაშინ ითვლებოდა, რომ ძნელი გასაგები იყო და რაღაც და რაღაც და ესე იყო. ეხლა სკოლის მასწავლებლები კითხავენ, საერთოდ კლასიკა წამომცდა, მაგრამ ხო, ასე კი ხო იწევს იმიტომ რომ სამი მუშკეტერი არაფერი ბავშვებისთვის არ იყო დაწერილი და ყველაფერი შეესწრება. ყველაფერი აი რაღაცა სერიოზული მუსიკა, მე მახსოვს ამას მალერი მაგალითად, ვამოვით მე ეს რა რთული არის, რთულია და ეს ახალი თაობა მოდის რომელიცაც ეს არაფერი არ არის. ხო, რა უცნაური, ხო რა. ძალიან უცნაური. გადადის სხვა. ბევრჯერ მიფიქრე ამ მაგაზე, რომ რაღაც ყური სხვანაირი ხდება ალბათ. ხო და ყველა მუსიკა იყო ჩართული, არ ვიცი, არა. რო წერდა უნდა ყოფილიყო აბსოლუტური სიჩუმე და ამიტომ წერდა გამთენია, სანამ ჩვენ გავიღვიძებდით. და ხო ადრეც თქვა, ნუ მეგონა რომ მწერლებმა უნდა იმუშაონ გამთენეს, სხვა დროს არ შეიძლება მუშაო. კლასიკა, ოპერები, ყველანაირად თანამედროვე არაფრით არ აღიარებდა, ცოტა მგონია ჯიუტათაც, ჯიბრზე. მთელი ჩემი ცხოვრება რაც მახსოვს, თითო წინადადებას წერდა, რა ვიცი, 7-ჯერ, 8-ჯერ, 12-ჯერ, 20-ჯერ, ანუ იწერდა. თვითონვე ბეჭდავდა? მე თვითონვე ბეჭდავდა, იმიტომ რომ მაგის ხელს ვერ გაარჩევს. აი. მარტო დედაჩემი არჩევდა, მე მგონი. და დედა არჩევდა? კი, და დედაჩემს აკითხებდა პირველს ყოველთვის.